ვახსენე გადამდები და არაგადამდები დაავადებები, ხო? ანუ შევთანხმდეთ, რომ არაგადამდები დაავადებები უმეტესწილად მაინც ძირითადად მოვლა შენახვაზე არის დამოკიდებული, არასაკმარისი კვება და არასრულფასოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება საფუტკრე მეურნეობაში. ძირითადად ანუ გადამდები დაავადებებიც, ანუ ინფექციური დაავადებები, ძირითადად ბაქტერიოზები, ვირუსებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებები, ესეთი დაავადებებიც არის. მოკლედ წლის ანუ სეზონურობა რო დავიწყოთ, ხო, აი ნახეთ, მაგალითად არის დაავადებები, რომლებიც ერთეულის შემთხვევებით საქართველოში ფიქსირდება ხა წელს არა, მაგრამ თუმცა აი დაახლოებით 2 წლის წინ საქართველოში ჩვენ გვქონდა ნოზემატოზი. ნოზემატოზი ასევე არის ანუ ინფექციური დაავადება, რომელიც ძირითადად ზამთრის პერიოდში, ანუ შემოდგომის მიწურულს ზამთრის პერიოდში არის, განსაკუთრებით აი გვხდება მაგალითად დეკემბერში, იანვარში, ხო? თუ თქვათ ნოზემატოზს ანუ ზამთარში ხდება, ანუ მაღალი რისკი ახლა დათბობასთან ერთად არის მაგალითად ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ევროპული და ამერიკული სიდამპლე, ხო? ევროპული სიდამპლე ეს არის ღია ბარტყის დაავადება, ძირითადად გადამტანი არის ძიძაფუტკრები და ანუ ბარტყის სიჭრელი ახასიათებს. თუმცა საბედნიეროდ მინდა აღვნიშნო, რომ არც ევროპული და არც ამერიკული სიდამპლის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა საქართველოში არ აქვს. ტროფელოსის ეს არის დაავადება, რომელიც შეწანილი არის საკარანტინო დაავადებების სია ჩამონათვალში. ნუ საკარანტინო დაავადებაში ზოგადად არის 3 დაავადება, ეს არის ამერიკული სიდამპლე, რომელიც ხდება საქართველოში. ტროფელოსი, რომელიც უკვე ახალი გამოჩენილია და ასე რომ ვთქვათ, უკვე აქტიური თემა არის და ასევე არის ის მცირე ხოჭო, რომელიც ჯერჯერობით არ ხდება საქართველოში. საბედნიეროდ. აქედან გამომდინარე, ზოგადად როცა სახელმწიფო მუშაობდა და ჩვენ დედების ექსპორტზე, ფუტკრის დედები მაქვს ხედველობაში, მუშაობდით ამ თემაზე, ანუ ევროკავშირი გვეკითხებოდა რა საკეთებთ თქვენ მაგალითად საკარანტინო დაავადებებთან დამოკიდებულებაში. შეიქმნა იქ რიგი რეგულაციები, თუმცა